თუ ხარ ფიზიკური პირი და აპირებს საკუთარი ბიზნესის დაწყებას, საიდანაც მიღებული წლიური ჯამური შემოსავალი არ გადააჭარბებს 30,000 ლარს, მაშინ ნახე ეს ვიდეო. მე შოთა ვარ, გამარჯობა. თუ დამოუკიდებლად აპირებ ისეთი საქმიანობის დაწყებას, როგორიცაა მაგალითად ნამცხრების დამზადება რეალიზაცია, ხელნაკეთი ნივთების დამზადება რეალიზაცია, ავეჯის დამზადება შეკეთება, ფოტო-ვიდეო გადაღება, სარეკლამო მომსახურება და სხვა მსგავსი, რომლიდანაც მისაღები წლიური ჯამური შემოსავალი არ აღემატება 30,000 ლარს, შეგიძლია ისარგებლო მიკრობიზნესის სტატუსით. გაითვალისწინე, რომ მიკრობიზნესის სტატუსით სარგებლობას შეძლებ იმ შემთხვევაში, თუ არ ხარ რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად და არ ყავს დაქირავებული პირი ოჯახის წევრის გარდა. მიკრობიზნესის სტატუსი საშუალებას გაძლევს ამ საქმიანობის ფარგლებში გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისაგან, გათავისუფლდეს საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან, გათავისუფლდეს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისაგან, შემოსავლები და ხარჯები აღრიცხო მარტივად. მიკრობიზნესის სტატუსის მისაღებად და ვალდებულებების შესასრულებლად უნდა გაიაროს შემდეგი 4 ნაბიჯი. ნაბიჯი 1. გადამხდელად რეგისტრაცია. თუ ჯერ არ ხარ რეგისტრირებული ფიზიკურ პირად და არ გაქვს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი, რეგისტრაციის გავლას შეძლებ ვიდეოზარის მეშვეობით. გადამხდელად რეგისტრაციისთვის საჭიროა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გახსნა ჩანართი ვიდეოზარით მომსახურება და დასახელების შესაბამისად შეავსო გამოტანილი ველები. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ SMS შეტყობინების სახით სისტემაში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღებ ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებელს და პაროლს. ნაბიჯი 2. საინფორმაციო ბარათის შევსება. ახლა როცა უკვე გაქვს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული გვერდის მომხმარებელი და პაროლი, გაიარე ავტორიზაცია. გახსენი ჩანართი საინფორმაციო ბარათი და დასახელების შესაბამისად შეავსე გამოტანილი ველები. შევსების ინსტრუქციას შეგიძლია გაეცნო ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ბმულზე. მონაცემების შეტანის შემდეგ დააწექი ღილაკს შენახვა. ნაბიჯი 3. მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭება. საინფორმაციო ბარათის შევსების შემდეგ სწრაფი ძებნის საშუალებით გახსენი აპლიკაცია განცხადებები. გამოტანილ ჩანართში დააწექი ღილაკს ახალი განცხადების რეგისტრაცია. საძიებო ველში ჩაწერე სიტყვა მიკრო და აირჩია განცხადება მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭება, რის შემდეგაც გადახვალ განცხადების შესავსებ ფორმაზე. დასახელების შესაბამისად შეავსე გამოტანილი გრაფები და მონიშნე მოცემული საინფორმაციო ველები. შევსების დეტალურ ინსტრუქციას შეგიძლია გაეცნო ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ბმულზე. განცხადების გადასაგზავნად დააწექი ღილაკს გადაგზავნა. განცხადებაზე პასუხს მიიღებ SMS შეტყობინების სახით სისტემაში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. მიკრობიზნესის სტატუსიც ამავე დღეს მოგენიჭება. ნაბიჯი 4. საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენა. შეგახსენებ, რომ შენ როგორც მიკრომეწარმე არ იხდი საშემოსავლო გადასახადს. თუმცა წელიწადში ერთხელ, მომდევნო წლის 1 აპრილამდე უნდა წარადგინო საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. თითოეული ნაბიჯის შესახებ დეტალურ ინფორმაციას კი ნახავ ვიდეოს აღწერაში არსებულ ბმულებზე. წარმატებებს გისურვებ.